მოგესალმებით და დაგიბრუნდით ძველი ფორმატის სახის გაშლით, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს სამი ჯგუფი, ირჩევს ერთ-ერთ კარტს და ამ გაშლის საკითხი არის, თუ როგორ წარიმართება თქვენთვის 2026 წელი. ანუ რას მოგიტანთ ეს წელი ზოგადად. როგორც ყოველთვის აქ ხედავთ სამ ჯგუფს და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს პირადი გაშლები, ელექტრონული წიგნები, ტაროლოგიური კურსი, რიტუალების კურსი, ამ ყველაფერზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე ან Instagram-ზე, ლინკებს დავტოვებ ქვემოთ აღწერილობაში და კომენტარებში, ასევე თითოეული ჯგუფის დროებს დავტოვებ ქვემოთ აღწერილობაში და კომენტარებში, რათა გადახვიდეთ პირდაპირ თქვენ ჯგუფზე, როდესაც აირჩევთ, მაგრამ როგორც ყოველთვის კარტებს ირჩევთ ინტუიციით ან კრისტალებით. ამ შემთხვევაში პირველი ჯგუფისთვის გვაქვს ანგელიტის ქვა, მეორე ჯგუფისთვის გვაქვს ამეთვისტო და მესამე ჯგუფისთვის გვაქვს პრენიტის ქვა. და ვინც აირჩიეთ ჯგუფები, გადავიდეთ გაშლაზე. მაშასე პირველი ჯგუფი ანგელიტის ქვა. ნახოთ როგორ წარიმართება თქვენთვის 2026 წელი. პირველი ენერგია გვაქვს აქ პენტაკლების რაინდი. ასევე პენტაკლების დედოფალი. ქიმერა, რომელიც ამბობს, რომ თქვენი წარმოსახვა ნისლავს თქვენს სწორაზრუნებას. და საბოლოოდ არ არის სათქვენო, არის საშენო ესეთი კარტი. პირველ რიგში ძალიან შესამჩნევია ის, რომ ვინც ეს ჯგუფი აირჩიეთ, თქვენთვის აქ რაღაცა ფინანსური განვითარება ხდება. ანუ შანსი არის აქ, რომ იყოს რაღაცა ფინანსური შემოთავაზება, ფინანსური საწყისი, ახალი სამსახურის დაწყების საშუალება. ასევე შანსი არის აქ, რომ რაღაცა კუთხით მატერიალურ სამყაროში გაგიმართლოთ, ან შეძლოთ ის, რომ საკუთარ ცხოვრებაში ამ წლის განმავლობაში თუ საკუთარი საქმე გაქვთ, საკუთარ საქმეში ნახოთ მეტი წარმატება, ან ზოგი თქვენგანი აქ რაღაცა დიდ პოტენციალს ატარებთ, ანუ თუ რაღაცა ნიჭი ან ტალანტი, რაღაცა შინაგანი შესაძლებლობა რაც გაქვთ, ამისი გამოხატვა არ უნდა შეგეშინდეთ, ანუ ამ წლის განმავლობაში ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოიტანოთ გარეთ, რაღაცა შიშების გარეშე ან დამცირების გარეშე ან ზედმეტი საკუთარი თავის განსჯის გარეშე, იმიტომ რომ აქ გვაქვს ესეთი კარტი, რომ თქვენი წარმოსახვა თითქოს ბინდავს თქვენს შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ რაღაცას ნეგატიურად წარმოისახავთ თქვენ საკუთარ თავზე, შანსი არის, რომ აქედან გამომდინარე ანუ ეს თქვენი წარმოსახვა იყოს ხელის შემშლელი, ანუ ეცადეთ, რომ საკუთარ თავს არ შეუშალოთ აქ ხელი, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საკუთარი საქმის დაწყებას, სამსახურის შეცვლას, რაღაცა ფინანსურ წარმატებას. ასევე აქ შესაძლებელია ძალიან გამოკვეთილად ჩანდეს ის, რომ რა არ არის სათქვენო, ანუ ამ წლის განმავლობაში რაღაცა ამ კუთხით დაბნეულობა, რომ ეს საჩემოა, ეს გამომივა, არ გამომივა, რომ ეს რაღაც ესეთი მერყეობა შეიძლება ნაკლებად იყოს თქვენში და უფრო ადვილად დაინახოთ ის, რომ რა არ არის სათქვენო. ასევე თუ სადღაც მუშაობთ, ან თუ რაღაცა საქმეს აკეთებთ, რომელიც არ გსიამოვნებთ, ან არ გაძლევთ რაღაცა კარგ შედეგს, ან არ არის საკმარისი დაფასება, ან საკმარისი ხელფასი, ან რაიმე მსგავსი, აქედან გამომდინარე სამყარო შეიძლება აქ ჩაერიოს თქვენს ცხოვრებაში მომავალ წელს და გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და ანუ შემოგთავაზოთ რაღაცა ახალი, ანუ ახალი დასაწყისი, ანუ ახალი თუნდაც სამსახური, როგორც ვახსენე ბიზნესი, იდეა, შეიძლება ახალი იდეა დაგებადოთ, ასევე სამსახურეობრივად, საქმიანობის კუთხით, პროფესიული კუთხით შეიძლება უფრო მეტი განვითარება გქონდეს ამ ჯგუფს. მთავარი აქ რჩევა იქნება ის, რომ თქვენ საკუთარ თავს ხელი არ შეუშალოთ, როცა საქმე მიდგება რაიმე
რაიმე საფუძვლის ჩაყრაზე. და ასევე თუ რაღაცა შემოთავაზებას, რეკომენდაციას ან რჩევას იღებთ მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით, ფიზიკურ სამყაროსთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს მოусმინოთ, იმიტომ რომ ზოგი თქვენგანისთვის შეიძლება ეს წელი იყოს ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის წელი, ანუ რომ ფიზიკურად უფრო უკეთესად გრძნობთ თავს. ასევე თუ რაღაცა დიეტა არიან, რას მიირთმევთ, ამაზე დაკვირვება შეიძლება უფრო მეტად იყოს აქ მნიშვნელოვანი, ანუ რა შემოდის თქვენს ორგანიზმში, ანუ ამ კუთხით, მაგრამ ზოგადად დადებითი წელია, ანუ ზოგადი თვალსაზრისით, ყველასთვის რა თქმა უნდა, ვინც ამ გაშლილს ნახავს, ერთნაირი არ იქნება, მაგრამ ზოგადად ჩანს რომ ამ ჯგუფისთვის ვინც აირჩიეთ, ეს არის უფრო რაღაცა მატერიალურ, ფიზიკურ სამყაროზე მორგებული წელი, რომელიც გპირდებათ შედარებით მეტ წარმატებას, შემოთავაზებებს, სიახლეებს, რეკომენდაციებს და ფიზიკურ გაძლიერებას. თავარი რჩევა, როგორც ვახსენე, არის ის, რომ ანუ რაღაცა ტყუილ აზრებში, ნისლებში, განცდებში არ იყოთ. ეს იყო პირველი ჯგუფისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. და როგორც ყოველთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადად, თუ დაინტერესდებით პირადი გაშლებით ან კურსებით. და გვაქვს მეორე ჯგუფი. მეორე ჯგუფისთვის ეს არის ამეთვისტოს კრისტალი. და ნახოთ მეორე ჯგუფისთვის 2026 წელი როგორ წარიმართება. პირველი გვაქვს ვარსკვლავი. მეორე გვაქვს თასების დედოფალი. ასევე თილის მამოგივიდათ და ამბობს რომ თქვენი ბედი არის წარმატება. და კითხვა აქ არის რატომ? რაღაცა კითხვა არის. საკმაოდ საინტერესოა. მეორე ჯგუფი ვინც აირჩიეთ, თქვენთვის აქ ეს წელი ჩანს ძალიან ესეთი რაღაცა ვარსკვლავური, რაღაცნაირი ბედის გახსნის წელი. შეიძლება ეს იყოს, რომ ზოგმა თქვენგანმა აქ რაღაცა საკუთარ თავში აღმოაჩინოთ, რაიმე ახალი შინაგანი მისია ან გზა. ასევე ეს ჯგუფი ვინც აირჩიეთ, თქვენ შეიძლება იყოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩამოყალიბებული გაქვთ რაიმე მისია, შინაგანი განცდა, აი რაღაცა სპეციფიური და გააკეთოთ. შეიძლება იცით, რომ აი რაღაცა სპეციფიურისთვის მოევლინეთ ამ სამყაროს, მაგრამ ზუსტად არ იცით რა არის. აი ამ წრის განმავლობაში შეიძლება რაღაც ესეთ საკითხებზე შემოვიდეს პასუხები, მოგეცეთ პასუხი იმაზე, რომ აი რა ჯობია გააკეთოთ, რისი გამოხატვა გინდათ, ან როგორ გინდათ გამოხატოს თქვენი სული. ასევე ვინც ეს ჯგუფი აირჩიეთ, შანსი არის, რომ ამ წრის განმავლობაში რაღაცა სურვილი აგისრულდეთ, რაღაცა გამართლება იყოს აქ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში აქ რაღაც დადებითი ხდება, რაიმე კუთხით თქვენი ასე თქვათ შინაგანი სამყარო უფრო დადებითისკენ იცვლება, თქვენი სურვილები აქ სრულდება უფრო მარტივად. ასევე შეიძლება თქვენი ინტუიცია კარნახობდეთ იმას, რომ აი რა და როგორ ჯობია გააკეთოთ, ან რას და როგორ გააკეთებთ. ანუ თქვენი ინტუიცია აქ საკმაოდ გამოვლენილი იყოს. და ასევე რახან თილის მამოვიდა, აქ შეიძლება თუ ატარებთ მაგალითად ძალიან კონკრეტულად ეს რაღაცა თილისმას თუ ატარებთ, თუ გჯერათ თილისმების, შეიძლება ზოგისთვის ეს კრისტალი იყოს, ან რაიმე ესეთი მეტალის თილისმა იყოს. რაღაცას თუ ესე ატარებთ, შეიძლება ამ თილისმა მოგცეთ დალოცვა, ან რაღაცა ამ თილისმისგანაც მიიღოთ სიკეთე ამ წლის განმავლობაში, ან თუ ვიღაცა რაღაცა თილისმას გაჩუქებთ აქ ამ წლის განმავლობაში, ამ თილისმას მოუყარეთ და რაღაცა ამ წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, დაუჯერეთ ამ თილისმის ენერგიას. კითხვას რაც შეეხება, თუ რაღაცა კითხვები გამოჩნდა ამ წლის მანძილზე თქვენთვის, შანსი არის, რომ ამ კითხვებზე მალევე მიიღოთ პასუხი. განსაკუთრებით თუ არის რაღაცა ეს ცხოვრებისეული, ეგზისტენციალური კითხვები, აი რაღაცა სულიერებასთან დაკავშირებით, საკუთარ მისიასთან დაკავშირებით, საკუთარი თავის გამოხატვასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერში შეიძლება იყოს, რომ მოგეცათ პასუხები, ან იგრძენით, რომ სამყარო ამ კუთხით გვერდში გიდგებათ. მაგრამ ზოგადად ეს წელი ჩანს, რომ არის უფრო რაღაცა ვარსკვლავური წელი, ხედავთ აქ რაღაცა ვარსკვლავები, აქაც არის დედოფალსაც აქვს რაღაცა ვარსკვლავები, ანუ
შეიძლება ზოგი თქვენგანი ამ წელს აღწევდეს რაღაცა წარმატებას, ან თუ რაღაც პერიოდია უკვე რაიმეზე მუშაობთ, ამ წლის განმავლობაში იყოს, რომ მიხვედით შედეგებამდე იმისი თუ რაზეც მუშაობთ, რასაც საფუძველი ჩაუყარეთ, ან ყველაფერმა შედეგი საბოლოო ჯამში მოგცეთ. და ამიტომ კარგი იქნება აი საკუთარ სულიერ ძალას ამ წლის განმავლობაში უფრო მეტად დაეყრდნოთ, უფრო მეტად მოუხმოთ, სცადოთ თუნდაც რაღაც აფირმაციები, მედიტაციები, მანიფესტაციები. ანუ თუ უკვე მუშაობდით თქვენს თავზე სულიერად, ეს წელი უფრო ისეთი ჩანს, რომ აი ამ სულიერი მუშაობიდან გამომდინარე უფრო მეტი ჯილდო შემოდის ან დაფასება. და რაღაცა კითხვებზე თუ ისევ და ისევ პასუხი არ გექნებათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცუდია ან რაღაცა ან პასუხი არ იქნება საერთოდ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე შემოვა რაღაც ისეთი პასუხი, რომელიც თქვენ გჭირდებათ. უკაცრავად მეზობლები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე ამ წლის განმავლობაში შეიძლება თქვენში გაიზარდოს უფრო მეტად ასე ვთქვათ, მაღალი ჩაკრების ვიბრაცია და ემოციურობა, ინტუიცია, მესამე ჩაკრა, გვირგვინის ჩაკრა, ეს ენერგიები უფრო მეტად მოზღვავდეს თქვენს ცხოვრებაში ამ წლის მანძილზე. ანუ თქვენთვის ეს არის საკმაოდ რაღაცა ნაყოფიერი წელი, განსაკუთრებით სულიერად და ასევე ქალბატონებისთვის შეიძლება იყოს ის, რომ ღვთიური ქალური ენერგიის ძალიან გამოხატული გათვითცნობიერება შეიძლება მოხდეს ამ წლის განმავლობაში თქვენში. ეს იყო მეორე ჯგუფისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და ისევ და ისევ შეგახსენებთ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ დამატებით ინფორმაციაზე, პირად გაშლებზე, კურსებზე და ასე შემდეგ. ეს არის მესამე ჯგუფი. მესამე ჯგუფი ეს არის პრენიტის ქვა. და თქვენთვის 2026 წელი როგორ წარიმართება? პირველი გვაქვს პენტაკლების 9-იანი. შემდეგ გვაქვს კვერთხების 6-იანი. შემდეგ გვაქვს ესეთი კარტი, რომელიც არის რაღაცა დალოცვა და ამბობს, რომ ახალი ნათელი გზები გაიხსნება თქვენთვის, თქვენს ჰორიზონტზე. და საბოლოოდ არის ესეთი კარტი, დრო მოვიდა წასვლის. საინტერესო არის მესამე ჯგუფისთვის საკმაოდ ისეთი კარტები იჩანთ, დადებითი არის, რაც ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ დამოუკიდებელი ხდებით ბევრად უფრო მეტად. შანსი არის, რომ ჩაეხსნათ რაღაცა ენერგიებს, რაც ხელს გიშლიდათ დამოუკიდებლობაში, ან იმის განცდაში, რომ აი რა არის თქვენი ენერგია, თუ უკვე ვეღარ გრძნობთ საკუთარ თავს, საკუთარ ენერგიას, შეიძლება ამ ყველაფერს ჩაეხსნათ, უფრო მეტად გაუგოთ საკუთარ თავს, ასევე ფინანსურად საკუთარი თავი უზრუნველყოთ ამ წლის განმავლობაში და ასევე ჩანს გამარჯვება რაღაცა მდგომარეობაზე ან სიტუაციაზე, ანუ აქ შეიძლება გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, სხვადასხვა სიტუაციებზე, ასევე რაღაცა წინაღობებზე, რაც ამ წლის განმავლობაში გქონდათ და აქედან გამომდინარე შეიძლება საკმაოდ ისეთი ერთი დიდი გზა გაიხსნას თქვენთვის ამ წლის განმავლობაში, ან რამდენიმე რაღაცა წვრილმანი ისეთი გზები, რაც მიგიყვანთ ახალ დასაწყისამდე. იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ მოვიდა წასვლის დრო. ანუ ეს ნიშნავს, რომ დრო არის რომ მოვიდა იმისთვის, რომ რაღაცა ძველი ჩამოიტოვოთ, რაც აღარ გემსახურებათ, რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, თქვენს თავს უფრო მეტად მიხედოთ, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა აქ მოახერხოთ და საკუთარი თავისთვის ფინანსები გადაინახოთ, საკუთარი მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, ბიზნესისთვის არ აქვს მნიშვნელობა და ეს ასევე ჩაითვალოს გამარჯვებად, რომ ანუ თუ აქამდე ეს არ გამოგდიოდოთ, ამ წელს განმავლობაში ეს გამოგივიდეთ და ანუ ასე ვთქვათ, გაიმარჯვოთ აი ამ რაღაცა ფინანსურ წინაღობაზე, ან ასევე გაიმარჯვოთ რაღაცა სულიერ წინაღობებზეც, რაც ხელს გიშლიდათ მანამდე როგორც ვახსენე. რაც შეეხება დანარჩენ ენერგიებს, აქ რაღაცა გაფანტულად არის, ანუ შეიძლება ეს ყველაფერი ეხებოდეს არა მხოლოდ მატერიალურ საკითხებს, არამედ სულიერსაც. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მატერიალურად აქ ეს ჯგუფი თავს კარგად იგრძნობთ ამ წლის განმავლობაში, როგორც ვახსენე, და ასევე სულიერადაც კარგად გრძნობთ აქ თავს. ზოგადად ჩანს, რომ ანუ დაბალანსებული გაქვთ ენერგიები,
განსაკუთრებით მიწის და ცეცხლის ენერგიები, ასევე შეიძლება აქ სავსე მთვარის ვხედავთ, შეიძლება სავსე მთვარეობებზე იყოს, რომ რაღაც უფრო მოზღვავებული გაქვთ ენერგია და ამას დააკვირდით, მაგრამ სამყაროსეული ხელშეწყობა, აი ამ სულიერი არსებისგან, ან რაღაც ანგელოზებით, შეწყობა შეიძლება იყოს ძალიან დიდი ამ წლის განმავლობაში, ამიტომ დააკვირდით მინიშნებებს, განმეორებით ციფრებს, სიზმრებს, რაღაცა განმეორებით სიტყვებს თუ ესე გესმით ფილმებში, მუსიკაში ან ლაპარაკში, ანუ ესეთ რაღაცებს დააკვირდით უფრო მეტად. და ასევე შანსი არის, რომ როგორც ვახსენე, უფრო მეტად გაგიმართლოთ აი საკუთარ თავთან რაღაცა კონკრეტულ მიზნებთან მიმართებით. ანუ რაღაცა კონკრეტული მიზანი შეასრულოთ, აისრულოთ, გამოგივიდეთ, ფინანსები გეყოთ, ასევე ზოგისთვის პრიორიტეტი იყოს აქ მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობა და არა მაგალითად რაღაცა ურთიერთობები ან ზედმეტი გადატვირთვა კარიერაში ან რაიმე მსგავსი. აქ ჩანს, რომ თქვენი თავი, თქვენი მიზანი, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი სხეული ხდება აქ ბევრად უფრო პრიორიტეტული, გარდა რაიმე სხვისა, ანუ შეიძლება აქ თქვენი სულიერებას პრიორიტეტული გახდეს, მაგრამ მთელი ეს წელი უფრო ემსახურება იმას თქვენთვის, რომ რაღაცა ჩამოიტოვოთ მატერიალურ სამყაროში, რაღაცა წინაღობები უკან ჩამოიტოვოთ და ანუ რასაც ამ წლის დასაწყისიდან დაიწყებთ, ბოლომდე ჩანს, რომ მიიყვანთ ამ წლის 2026 წლის ბოლოსთვის. ანუ აქ რაღაცაზე ესე ვთქვათ, გამარჯვება გექნებათ, თუ კი წინაღობა წამოიჭრა მით უმეტეს, ამ წლის განმავლობაში ეს წინაღობები იქნება გადალახვადი. ეს იყო მესამე ჯგუფისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და შეგახსენებთ, რომ მაქვს პირადი გაშლები, ტაროლოგიური კურსი, რიტუალების კურსი, ეზოთერული საკითხებზე ელექტრონული წიგნები. შეგიძლიათ ყველაფერზე მომწეროთ Facebook-ზე ან Instagram-ზე. და ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ გაინტერესებთ ზოგადი გაშლები. მადლობა ყველას და წარმატებები!